Შევამჩნია, რომ ხალხი ნელ-ნელა გროვდებოდა ამ სანახაობისთვის. მოდი ჩვენც გადავიდეთ. მას გაზაფხულის მაცნე პავილიონი ქვია. Როგორი უცნაური და ლამაზი სახელი აქვს, არა? იგი პეკინის საზაფხულო სასახლის ერთ-ერთი ლამაზი და გამორჩეული პავილიონია. მისი დიზაინი და მდებარეობა გაზაფხულის მაცოცხლებელი ძალის გამოხატულებაა. პავილიონი ცნობილია თავის არქიტექტურული მახასიათებლებით, როგორიცაა დახვეწილი ხის კონსტრუქციები და ლამაზი ფერის დეკორაციები. იგი იყო სპეციალურად შექმნილი იმპერატორის და მისი ოჯახის წევრების დასასვენებლად, რათა მათ გაზაფხულის დადგომის პირველი ნიშნებით ტკბობა შეძლებოდათ. გარდა ამისა, პავილიონის სტრუქტურაც ისე იყო შედგენილი, რომ ტბაზე მზის ამოსვლა განსაკუთრებულად ხილული ყოფილიყო, რაც ასევე გაზაფხულის დადგომის სიმბოლოდ ითვლებოდა. დღეს ეს პავილიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ფოტოგრაფებისთვის. და აი კიდევ, ჩემთვის ვდგავარ, ვიღებ და კიდევ ერთი ადგილობრივი მოვიდა ჩემთან სელფის გადასაღებად. ტურისტები ძალიან უხარიათ. ერთადერთი რაც აქ არ მომწონს არის უამრავი ტურისტი. წარმოიდგინეთ აქაურობა სულ ცარიელი რომ იყოს, როგორც ადრე იყო. საოცარი იქნებოდა, თუმცა ამდენი ტურისტის ფონზეც კი არ კარგავს თავის მომხიბვლელობას და ჯადოსნურობას. ამასობაში მოსაღამოდა და გავემართე კუნძულის ნაპირისკენ. დამეთანხმებით, როგორი საოცარი სანახაობაა ტბაში მოცურავე ნავების ფონზე ბარხატოვანი მზის ჩასვლა. სიტყვებით რთულია გადმოვცეთ თუ როგორი სიმშვიდე და სილამაზეს უფევს გარშემო. ერთხელ მაინც ეს ყველაფერი უნდა ნახოთ და შეიგრძნოთ. ამ ხედის ყურება ალბათ არასდროს მომბეზრდება და არასდროს დამავიწყდება. ახლა ხვდები თუ რატომ იყო ეს ადგილი იმპერატრიცას საყვარელი ადგილი. ჩემინება რომ იყოს აქაურობას არასდროს დავტოვებდი. თქვენ რა სიტყვით, ისურვებდით ასეთი საზაფხულო სასახლე რომ გქონდეთ? მე დიდი სიამოვნებით. შემდეგ ბლოგში უკვე მსოფლიოში ერთ-ერთ ნომერ პირველ ზოოპარკს უნდა ვესტუმრო. პეკინის ზოოპარკს და მოვინახულებ გიგანტურ პანდებს. ასე რომ თუ გაინტერესებს, იქ რა დაგხვდება, გამომიწერე და დაელოდე შემდეგ ბლოგს. აბა დროებით.